ეხლა გადავიდეთ შეფის საფირმო ბურგერზე. ძალიან დიდია და ძალიან კარგად გამოიყურება. მინი ბურგერებზე რო იყო, ბევრი მოთხოვნა რომ დაამატეთო ხოთქარჩიო, სანჩოს საბურგერე დავამატეთ და ეხლა მინდა დავაგემოვნო სანჩოს ბურგერები და მინი ბურგერები. ესე იგი, ეს არის სანჩოს მინი ბურგერები, ეს არის საფირმო შეფის ბურგერი და ეს არის მიქს ბურგერი. აქ გვაქვს სამი соуსი, ერთი არის ყველის соуსი, მექსიკური соуსი და ერთი არის საფირმო соуსი. აი ესეთი დიდი ჭიქით აქვს соуსები და უნდა იყო ბურგერი და ესე უნდა ამოვაწოში. აი ესე არის. და მე ესე უნდა იყო და ჩაკაბეჭი. და გავსინჯოთ საფირმო соуსი, ეს იყო მექსიკური соуსი. რა განსხვავებაა მაინტერესებს. ეს არის საფირმო соуსი. განსხვავება არის. გემრიელია ძალიან. გავსინჯე საფირმო соуსით და მექსიკურით, ეხლა ვსინჯავთ ყველის соуსით. ვაუ. ძალიან ეფექტურია. ყველის соуსიც ძალიან გემრიელი იყო. ეხლა გადავიდეთ დიდ ბურგერებზე. დავიწყებთ დაგემოვნებას დიდი ბურგერების. საკმაოდ დიდი ბურგერი არის. ბურგერს რაც უნდა ქონდეს გემრიელი, ყველაფერი გემრიელი აქვს, ფრეშ არის რაც მთავარია, ბულკი გემრიელი, ხორცი გემრიელი, კარგი არის საერთო ჯამში. მოკლედ, ჯერ აქამდე გავშინძე ძალიან გემრიელი იყო ყველაფერი, აი ჰალაპენიოსაც ვხედავ, ჰალაპენიო ბურგერში მიყვარს. დავსინჯოთ. ჰალაპენიო, კარამელიზირებული ხახვი, მართლა საფირმო ბურგერი არის და ძალიან გემრიელი არის მართლა. აი ხო იძახიან ხოლმე, აი ბურგერის გაკეთებას რა უნდა, ანუ ზოგან კარგი ბურგერია, ზოგან ნორმალური, ზოგან ცუდი. აქ კარგი ბურგერები აქვს ნამდვილად და ჩემი რეკომენდაცია. მე მომეწონა. და ხო, სანამ ჭამას გავაგზავნებ, ხოთქარდით შეგიძლიათ 1+1 ბენეფიტებით ისარგებლოთ.